რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ესე ძალიან საინტერესო თემაა. პირველ 5 თვეში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პროფიციტმა შეადგინა 154 მილიონი ლარი. ანუ ეს ნიშნავს, რომ 5 თვის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტი გადასახადები ავკრიფეთ, ვიდრე დავხარჯეთ. ამას აქვს თავისი მიზეზებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი იყო 15 მილიონი ლარი. ანუ 2012 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს ბიუჯეტმა დახარჯა 15 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ამოიღო გადასახადები. წელს დავხარჯეთ 154 მილიონი ლარით ნაკლები. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ არანაირი პრობლემები არ აგვაქვს და არც გვექნება. ერთი რამ უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ყველა ხარჯი, რომელიც გაწერილია, წლის განმავლობაში იქნება გაწეული და არანაირი შეფერხება არ ექნება. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 აპრილიდან უკვე გაიზარდა პენსიები, 1 ივლისიდან დაგეგმილია სოციალური გასაცემების ზრდა, 1 სექტემბრიდან პენსია კიდევ ერთხელ გაიზრდება და საარსებო მინიმუმს გადააჭარბებს. დღეს 156 ლარია საარსებო მინიმუმი, პენსია იქნება 150 ლარი.